დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა შეხვედრა ქართული ოცნების წევრების და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას დელეგაციის წევრების და ამ შეხვედრაზე წესი ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით უნდა ესაუბრათ მხარებს, თუმცა ქართული ოცნების წევრებს უნდა აღინიშნოს, რომ არ სურდათ დეტალურად იმაზე საუბარი, რა საკითხები განიხილეს დახურულ კარს მიღმა და მხოლოდ ჩვენს არაერთი ჩაკითხვის შემდეგ გავიგეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მეტწილად დაინტერესდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით. Უფრო კონკრეტულად ვიკითხეთ ბუნებრივია, რა იყო მათი ინტერესის სფერო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური აქციები იყო, რომელზეც მოხდა მთელი რიგი ძალადობრივი ფაქტები, თუმცა ქართული ოცნება უარყოფს იმას, რომ ამ აქციებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას რაიმე კითხვები ჰქონდა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაინტერესდა იმ კანონმდებლობით, რომელსაც ქართული ოცნება იღებს და როგორც ჩანს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ჰქონდა მათ შორის კრიტიკაც ქართულ ოცნებასთან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე ისინი დაინტერესდნენ იმით, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში და ქართულმა ოცნებამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მანდატები შეუჩერა. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ არანაირი საუბარი მაგალითად ამ შეხვედრაზე არ ყოფილა მოსკოვის მექანიზმზე და საზოგადოების მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით აქციებზე. სკოლის დელეგაციას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ასე ვთქვათ ქმედებებთან თუ განვითარებებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციამ საკუთარი ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფით სცადა ძირი გამოეთხარა ქართული დემოკრატიისთვის მანდატების გაუქმების გზით. Ქონდა საუბარი მას შემდეგ ყველა საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასე შემდეგ ის რაც ზოგადად დღის წესრიგში დგას ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ასე ვთქვათ ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა, თუმცა იყო მაშინ გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად გაიმართებოდა. შესაბამისად, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი რიგითი ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდე ხდებოდა და მომავალშიც იქნება. ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მოსკოვის მექანიზმთან ან ნებისმიერ სხვა თემას. მართალია ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ეს არის ერთი ჩვეულებრივი ვიზიტი, თუმცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ ისინი საუბრობენ ყველა იმ მნიშვნელოვან და საჭიროებო საკითხზე, რომელიც ახლა ქვეყანას აწუხებს და მანაცხადზე გაუსვა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას წევრები ამ წუთებში პარლამენტში გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდს ხვდებიან. ჩვენი ინფორმაციით უკვე საპარლამენტო ოპოზიცია ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე და იმ კანონებზე, რომელსაც ქართული ოცნება იღებს. ამის შემდეგ უკვე შეხვედრები გაიმართება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთანაც. ჩემთვის პატივია საქართველოს პარლამენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ყოფნა. მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, რომ საქართველოს ყველა წარმომადგენლებთან თვეების განმავლობაში გამართული საუბრების შემდეგ, ახლა კი ამორდღიანი ვიზიტის შემდეგ, რომლის განხორციელებას პრეზიდენტს შეუძლია და ჩვენ გვექნება შეხვედრები ყველა მხარესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან გულწრფელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ ვესაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე და ამორდღიანი ვიზიტის შემდეგ თუნებას მომცემთ, პრესკონფერენციას გავმართავთ, სადაც შედეგებს შევაჯამებთ. ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ საუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ამ ქვეყანას აწუხებს და ხვალ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას.
საინტერესოა უკვე როგორი იქნება ხვალ შემაჯამებელი პრესკონფერენცია, ვინაიდან ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ინფორმაციას არა მხოლოდ ქართული ოცნების მხრიდან, არამედ აბსოლუტურად ყველა იმ საზოგადოების წარმომადგენლის და ორგანიზაციის მხრიდან მიიღებს, რომელიც მთავარი აქტორები არიან საქართველოს პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებში. ქართულ ოცნებასთან შეხვედრა უკვე დასრულებულია და ამ წუთებში ეუთო საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდს ხვდება.